მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, რომ მიყურებთ, ადევნებთ თვალს ჩემს ვიდეოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისაც, რომ გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი. მათ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ეს გვერდი ძალიან გამოხარებს თუ გამოიწერთ. რაც შეეხება პირად კონსულტაციებს, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, ჩემს Facebook ან Instagram გვერდზე და გავაკეთოთ გაშლები, როგორც ერთ კონკრეტულ კითხვებზე, ასევე მთლიანი სრული კონსულტაციები, ხო? ასევე გეტყვით იმასაც, რომ ეს გაშლები, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის საჯარო და ზოგადი და ზოგადად პირადი გაშლების დროს და პირადი კონსულტაციების დროს უფრო მეტად დეტალურად და სიღრმისეულად მიგებთ პასუხებს, ხო? გაშლის პროცესში ზოგადად ხელები და ფეხები არ გადააჭვარდინოთ ხოლმე ერთმანეთს, ეს რომ გაითვალისწინოთ ნებისმიერი ვიდეოს ყურების დროს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ჩვენს გაშლას, ეს იქნება პირად ურთიერთობაზე, სადაც არ არის კომუნიკაცია, ან შეწყვეტილი არის კომუნიკაცია და პარტნიორი არ გამოდის კომუნიკაციაზე. ჩვენ გვექნება სულ 3 კითხვა. ეს 3 კითხვა იქნება თუ რატომ არ გამოდის ამ ეტაპზე თქვენი პარტნიორი კომუნიკაციაზე, გამოვა თუ არა კომუნიკაციაზე უახლოეს პერიოდზე და ზოგადად როგორ განვითარდება ეს თქვენი სიტუაცია, ხო? ეს გაშლა არ არის რომ რამოდენიმე თვეზე ჩაუთქვათ, უფრო არის რამოდენიმე კვირის სიტუაციაზე. თავად თქვენ ჩაუთქვით დრო, როცა გაინტერესებთ მისი კომუნიკაციაზე გამოსვლა, ეს იქნება რამოდენიმე დღე, 1 კვირა, 2 კვირა, რაც თქვენ გსურთ და ვნახოთ პასუხები, ხო? იმედი მაქვს, რომ შარჩია თქვენთვის სასრული ერთი კონკრეტული ვარიანტი და დავიწყოთ გაშლა უშუალოდ პირველი ვარიანტიდან. კარგი, ვნახოთ რა გველოდება მოკლედ აქ. პირველი კითხვა ამ გაშლაში არის ის, რომ რატომ არ გამოდის კომუნიკაციაზე. კომუნიკაციაზე ეს ადამიანი არ გამოდიოდა და არ გამოდის, იმიტომ რომ ფიქრობს რა უნდა გითხრათ, ფიქრობს როგორ უნდა დაიწყოს კომუნიკაცია თქვენთან. თითქოს ისე ეს პერიოდი და ეს დრო ელოდებოდა იმას, რომ ყველაფერი ისე არ ვთქვათ შეცვლილიყო, ყველაფერი ცოტა დამშვიდებულიყო ურთიერთობაში და მერე გადმოედგა კონკრეტული ნაბიჯები და მოქმედებები განახორციელებინა შემდგომ, ხო, თქვენთან მიმართებით. ასე რომ ფიქრობდა ეს ადამიანი, როგორ დავიწყო მასთან კომუნიკაცია, რა გავაკეთო, როგორ ვუთხრა, რა როგორ დავიწყო მასთან მიმართებით. უფრო მოკლედ ეს მოდის აქ ესეთი ფიქრები ჰქონდა და ამიტომ არ დგავდა ნაბიჯს. ეხლა ამ ეტაპზე გაშლიდან გამომდინარე გეტყვით იმას, რომ გადმოდგავს ნამდვილად ნაბიჯს და გამოვა კომუნიკაციაზე, დაგელაპარაკებათ ეს ადამიანი იმ პერიოდზე გამოვა კომუნიკაციაზე, რა დროც აქ ჩაუთქვით, ამ უშუალოდ ამ არკანებიდან გამომდინარე და ეს პრობლემა, რაც ახლა არის თუ ეს რაღაცა ეს კომუნიკაციის შეზღუდვა არ იყო ზოგად განვითარებაში, ცუც არაფერს არ მოიტანს რა, შეიძლება ის იყო უბრალოდ დროებითი რაღაცა უსიამოვნო სიტუაცია თქვენ შორის, რაც მოგვარდება და დაალაგდება. ყოველ შემთხვევაში ესე რომ კომუნიკაციის სიტუაციაზე რო ვისაუბროთ, პარტნიორი გადმოდგავს ნაბიჯს, დაგელაპარაკებთ და ეს საუბარი არ იქნება რაიმე ცუდის მომტანი. საერთო ჯამში აქ გარკვევთ ურთიერთობის სამომავლო საკითხებს, ურთიერთობის ამბებს, რა როგორ უნდა დაგეგმოთ, რა როგორ უნდა წარმართოთ სამომავლოდ, ასე რომ აქ ნამდვილად ჩანს კომუნიკაციაზე, ესე რომ ვთქვათ, გამოსვლა, კონტაქტზე გამოსვლა. აქ ნამდვილად იქნება. აქამდე თავს იკავებ, იმიტომ რომ თითქოს ვერ მოიფიქრა რა უნდა და ვერ მოიფიქრა აქამდე როგორ უნდა მოსულიყო თქვენთან. ასე რომ პირველი ვარიანტის ამომრჩევლებო, დაელოდეთ თქვენი პარტნიორის უშუალო მოქმედებებს და კომუნიკაციაზე გამოსვლებს. მოდი ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში რატომ არ გამოდის კომუნიკაციაზე, კონტაქტზე გამოვა თუ არა და ზოგადი განვითარება. ეს ადამიანი კომუნიკაციას თქვენთან არ ამყარებს, იმიტომ და კონტაქტზე არ გამოდის, იმიტომ რომ თქვენ გელოდებათ რას მოიმოქმედებთ. უფრო რაღაცა ის მომენტი აქვს, რომ აბა რას იზავს თვითონ, აბა თუ თვითონ გადმოდგავს ნაბიჯს. დაკვირვების პროცესში არის რა, თითქოს ეხლა მე გავჩერდები, გავინაზები და აბა ვნახოთ პარტნიორი რას იზავს, ხო? აბა ვნახოთ ის რას მოიმოქმედებს ჩემთვის. შეიძლება აქამდეც ქონიათ, ბევრჯერ ისეთი შემთხვევა, რომ კონტაქტი არ ქონიათ და თქვენ გადაგიდგავთ ნაბიჯი და ცოტათი ამას შეიძლება მიეჩვია ეს ადამიანი
ისე რომ ვთქვათ, ასე რომ თქვენ გელოდებათ, თქვენს უშუალო მოქმედებას ელოდება ეს ადამიანი. თუმცა საერთო ჯამში ვხედავ იმას, რომ კომუნიკაცია შედგება, უბრალოდ თვითონ არ გადმოადგავს მაინც ბოლომდე ნაბიჯს, ისე აი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე შეიძლება ხა ივაროთ, მაგრამ ჩანს რომ თქვენ მოგიწევთ მასთან კომუნიკაციაზე გასვლა. ან შეიძლება საერთოდ არ შედგეს კომუნიკაცია და შემთხვევითად ზოგიერთების შემთხვევაში სადმე შეხვდეთ, სადმე გადაეყაროთ, ესე რომ ვთქვათ, აი ქუჩაში ხო, სადმე შეხვდეთ ერთმანეთს. აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ ამ ადამიანმა, ვინც თქვენ აქ ჩავთქვით, პირდაპირ აიღოს სიტყვაზე ტელეფონი, ან დაგირეკოთ, ან რაღაცა გითხრათ. ან ეგ არ მოდის. ორი ვარიანტი გაქვთ აქ, რომ ან თქვენ სადმე მოგიწევთ შეხვედრა შემთხვევით, ვისთანაც არის ამის მაგალი ალბათობა, ან ისე თქვენ გადადგავთ ნაბიჯს მასთან დასალაპარაკებლად. თუმცა ეს საუბარი და ეს კომუნიკაციაზე გასვლა, ეს იქნება თქვენი მხრიდან თუ ზოგადად შეხვედრის ამბავში, როგორც ვთქვით, ცუდის მომტანი საერთო ჯამში არ იქნება. ნახეთ, ზოგადი განვითარებაში გუჩვენს, რომ დადებითად განვითარდება მოვლენები, ანუ ეს არ მოიტანს რაიმე ცუდს, ეს არ მოიტანს იმას, რომ აი მე რატო გადმოვდგინა ბიჭი და აი შენ რატო არ გადმოვდგენ. მარტივად მე მოაგვარებთ არსებულ მდგომარეობას, არსებულ სიტუაციას, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში და შედგება კომუნიკაცია თქვენ შორის. თუ ის მომენტი გაქვთ, რომ თქვენ ელოდებით მასთან, თქვენ არ გადადგავთ ნაბიჯს, მაშინ რაღაცა სიტუაციაში მოგიწევთ მასთან შეხვედრა, რაღაცა სადღაც ერთ სიტუაციაში აღმოჩნდებით და ნუ მე ამ კომუნიკაციას ვეღარ გაიქცევთ რა, ესეთი რა მოდის აქ. ეს იყო მეორე ვარიანტი. და დამიწერეთ თუ რეზონირდება ხოლმე ეს გაშლები თქვენთვის, ძალიან გამახარებს და მახარებს ზოგადად თქვენი კომენტარები. მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი შემთხვევაში რა ხდება? რატომ არ გამოდის ეს ადამიანი კომუნიკაციაზე? რეალურად არ გამოდის კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ შეიძლება ამ ეტაპზე ნაკლებად სურდეს საუბარი თქვენთან მიმართებით, შეიძლება საერთოდ სხვა საქმეებით და საკითხებით იყოს დაკავებული და ეს არის მოკლედ აქ მიზეზი, შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანთან აქვს მაღალი ალბათობა იმის, რომ კომუნიკაცია დაწყებული და იმ ახალ ადამიანზე არის გადართული, ესე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩანს რომ თუ თქვენ გადადგავთ ნაბიჯს, აი ამას ელოდება. ნუ თუ თქვენ გადადგავთ ნაბიჯს, ხო, კარგით ვარ და თვითონ არ ჩქარობს ეს ადამიანი ნაბიჯის გადმოდგმას და მით უმეტესად კომუნიკაციაში შემოსვლას. თქვენი მხრიდან ელოდება კომუნიკაციის დაწყებას, რაღაცა მიწერას, დარეგვას, უფრო ამას ხედავ აქ. რაც შეეხება თვითონ ხო რაღაცა სხვა კომუნიკაციაც უჩანს სხვა ახალთან, უფრო აი ამას გეტყოდით აქ. ამ შემთხვევაში ზოგადი განვითარება ის არის, რომ აი უკმაყოფილო დარჩებით ამ ადამიანის მსგავსი მოქმედებებით. ამ პერიოდში რა პერიოდით ჩაუთქვით კომუნიკაციაზე გამოსვლა მისი მხრიდან არ მოდის. უფრო რაღაცებს თავს აარიდებს, უფრო რაღაცებს სხვა საკითხებზე გადაერთვება ეს ადამიანი, უფრო ეს იკვეთება აქ. და არა ის, რომ სერიოზული რაიმე მყარი ნაბიჯი გადმოდგას, ან თუნდაც რაიმე დარეკოს, ან რაიმე მოიწეროს, მოკლედ. ეს მას არ უჩანს, უფრო თქვენ გელოდებათ და თან ამ ყველაფერს პარალელურად რატომ არ დგავს ნაბიჯს, რომ ვამბობ და ვკითხულობთ აქ, ხო, პირველ კითხვაში ის, რომ სხვა ადამიანთან აქვს აქტუალური და აქტიური კომუნიკაცია, რის გამოც რაღაცა აღარ ფიქრობს ბოლომდე თქვენთან ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდზე კომუნიკაციაზე გამოსვლას და კონტაქტზე გამოსვლას. ნახოთ ბოლო მეოთხე ვარიანტი, რატომ არ გამოდის კომუნიკაციაზე, გამოთვარ კომუნიკაციაზე და ზოგადი განვითარება. რეალურად ეს ადამიანი ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ვერ ახერხებს კომუნიკაციაზე გამოსვლას, რადგან სხვა რაღაცა პრობლემური საკითხები შეიძლება ჰქონდეს და ეს პრობლემური საკითხები არ გამორიცხავებოდეს ოჯახს, ოჯახის წევრებს და ამ ყველაფერზე იყოს გადართული. და ეს არის რეალურად იმის მიზეზი, რომ ვერ და არ ახერხებს, რომ აი ბოლომდე გადმოდგას ნაბიჯი და რაღაცებზე დაგელაპარაკოთ. ამ შემთხვევაში კომუნიკაციაზე გამოსვლის ამბავში გეტყვით იმას, რომ გადმოდგავს ნაბიჯს უბრალოდ რა დროც ჩაუთქვით. ეხლა თქვენ იმ დროზე არა, ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდება, რომ მოგვარდეს და ალაგდეს, იმიტომ რომ მისთვის აი თან რაღაცა სხვა პრობლემაც ქონდეს და თან ურთიერთობაში პატარა არეულობის პარალელურად რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას და კონტაქტი ქონდეს თქვენთან და რაღაცები დაალაგოს, ხო? ორ საკითხს ერთად ვერ ახერხებს, რომ დაალაგოს, აი ამას ვეტყოდი აქ.
თვითონ თავისი ამ ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე. ხო და ამ შემთხვევაში გამოვა კომუნიკაციაზე, მაგრამ რაღაცა დროის მერე თითქოს ჯერ სხვა საკითხებს მოაგვარებს და დაალაგებს და მერე თქვენ თარმოვა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ დრო დასჭირდება ამ ყოველივეს. ხო, ანუ განვითარებაში იმას ვიტყვი, რომ დაალაგდება სიტუაციები და ეს კომუნიკაციის ამბები, მაგრამ ეს ყველაფერი გაიწერება დროში. თუ ხა მაგალითად ფიქრობთ, რომ ერთ კვირაში უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი. არა, უფრო მეტი დრო დასჭირდება, გაცილებით მეტი დრო, ვიდრე თქვენ ეს ჩაუთქვით. თუმცა იმას ვერ ხედავ, რომ всё და აღარ გადმოდგავს მორჩა და აი აღარ გადმოდგავს ნაბის და კომუნიკაციაც აღარ იქნება თქვენ შორის. ანუ არა, ეგ არ იქნება. იქნება კომუნიკაცია, საუბარი შედგება თქვენ შორის. თუმცა ყოველივე ამას დასჭირდება დრო. დროის ამბავი გვაქვს მოკლედ აქ. სულ ეს იყო ჩამოკარგება. იმედია რომ მოგეწონათ ეს გაშლა და წარმატებებს გისურვებთ. ბედნიერად.